Am წუთებში კი ბათუმის რედისონში აჭარა სილეზიის ბიზნეს ფორუმი მიმდინარეობს, რომელსაც აჭარის ფინანსთა მინისტრი, ქალაქის მერი და პოლონელი ბიზნესმენები ესწრებიან. Რა თემებს განიხილავენ ფორუმზე მზია მართალიშვილი ისაუბრებს პირდაპირ ეთერში. მზია, გისმენთ. Გიორგი, კონკრეტული წინადადებები და პროექტები, რომლის განხორციელებასაც პოლონელი ბიზნესმენები რეგიონში აპირებენ, შეხვედრაზე ჯერ არ განხილულა. პოლონელი ბიზნესმენები აჭარის ეკონომიკური პოტენციალის გაცნობის მიზნით ჩამოვიდნენ. დელეგაციის წევრებს შორის არიან სამშენებლო სფეროთი დაინტერესებული ბიზნესმენები. აჭარის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ფორუმის მიზანია, რომ ქართველმა და პოლონელმა ბიზნესმენებმა ერთმანეთი გაიცნონ და სამომავლო პროექტები დაგეგმონ. სწორედ ამიტომ ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია ქართველ და პოლონელ ბიზნესმენებს შორის ორმხრივი შეხვედრა და პრეზენტაციები. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე კი ფორუმის დასრულების შემდეგ რეგიონში კონკრეტული პროექტების განხორციელებაზე ელოდება. არჩილ ხაბაძე დღეს ფორუმს არ დასწრებია, მან შენობა შეხვედრის დაწყებამდე დატოვა. ეს არის საფუძველი ჩვენი მომავალი თანამშრომლობისა ორ რეგიონს შორის, სილეზიისა და აჭარის რეგიონებს შორის. ჩვენი ინტერესის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო ბიზნესი. ამ მხრივ თქვენს რეგიონს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს და იმედია დაგეგმილი პროექტების რეალიზებას უახლოეს მომავალში შევძლებთ. ჩვენი ადგილობრივი ბიზნესმენებთან ექნება შეხვედრები, პირისპირ შეხვედრები, ინფორმაციის გაცვლა, გამოცდილების გაცვლა, ინტერესების გამოხატვა მოხდება სავარაუდოდ და გვაქვს იმედი, რომ ამ შეხვედრიდან რაღაც 1, 2 ან 3 პროექტი განხორციელდება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე მათთვის გაცნობა ჩვენი ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებიდან გამომდინარე იმ შედეგებზე და შესაძლო შეღავათებზე, რომელიც შეიძლება ჩვენთან წარმოებას მოყვეს და ევროპაში შემდეგ გატანას და ამიტომ მათი გამოცდილება ჩვენი სიტუაცია დღევანდელი და პოტენციალი ერთმანეთთან გვინდა შევაჯეროთ. აჭარა სილეზიის ბიზნეს ფორუმი დღეს დასრულდება. მე შეგახსენებთ, რომ აჭარა სილეზიის სავოევოდოს 2011 წელს დაუმეგობრდა მხარეებს შორის გაფორმებულია ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ.